პატა ბურჭულაძის განვითარების ფონდი საქართველოს ხელისუფლებას ვიზა ლიბერალიზაციის დროული მიღებისთვის დახმარებას თავაზობს. ამის შესახებ ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ხელისუფლებას ევროპარლამენტში მხარდაჭერის მოპოვება უჭირს. განვითარების ფონდს კი აქვს რესურსი და აქტიური კონტაქტები, რათა ინიციატივა რეალურად განახორციელოს და საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში გადაადგილება თავისუფლად შეძლოს. იქიდან გამომდინარე, რაც გუშინ წინ განაცხადა ჟოზეფ დაულმა და მან თქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს ვერ მიიღებს, მანამ სანამ არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, ეს მინიშნება იმისკენ, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის და რაც არაერთხელ მithქვამს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, საქართველოს უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს ვერც ზაფხულში და ვერც შემოდგომაზე. საჭიროა ერთობლივი მუშაობა ამ ყველაფრისათვის.